გაუმარჯოს, მოგესალმებით, როგორ ახართ? იმედია, კარგად ხართ, იმედია ხოძე ხართ. დღეს მე თქვენ წარმოგიდგენთ ყველა იმ ხელსაწყოს, რომელსაც ვიყენებ და აგიხსნით რა დროს ვიყენებ რას. ეს არის ჩემი პირადი გამოცდილება, რა თქმა უნდა, შენზეა მთლიანად ეს ამბავი დამოკიდებული, მაგრამ მე გაგიზიარებ ჩემს გამოცდილებას და თან აგიხსნი, ვინც არ იცის, იმას აუხსნი, რა არის და რა დროს რა გამოიყენოს კაცმა. პირველ რიგში მოდი დავიწყოთ tripod-დან. რა არის tripod-ი? როგორც ხედავთ, ამას დიდი ახსნა განმარტება არ ჭირდება. Tripod-ი არის მოკლედ ხელსაწყო, რომელსაც აქვს სამი ფეხი, რომელიც როგორც ხედავთ არის მყარი და მასზე შეგვიძლია მოვათავსოთ ჩვენ კამერა. ერთი რამ გაითვალისწინეთ, მეგობრებო, რომ რადგან tripod-ი ქვია, არ ნიშნავს, რომ მასზე ყველა ზომის კამერა დგება. არის პატარა tripod-ები, არის დიდი tripod-ები. იდეიდან გამომდინარე, პატარა tripod-ები არის პატარა კამერებისთვის, დიდი tripod-ები არის დიდი კამერებისთვის. ხო, ასევე გვაქვს სხვადასხვა სტილისტიკის tripod-ები, 2025 წელია. ჩვენ გვაქვს როგორც carbon fiber-ი, ასევე ალუმინი, ასევე რკინა. რა შეგვიძლია ჩვენ ახლა tripod-ით გავაკეთოთ და რა დროს შეგვიძლია ამის გამოყენება? მეგობრებო, როდესაც ახლა ჩვენ ასე ვდგავართ, ახლა ჩვენ კამერა გვიღებს, აი აკვავს ოპერატორი. კამერა გვიღებს, რომელიც არის tripod-ზე, რომელიც დგას და არ იწვის. ამ შემთხვევაში არის ეს ამბავი ძალიან კარგი, იმიტომ რომ კამერა დგას, გაშეშებული, არ ინძრევა და ჩვენ არც გვჭირდება პრინციპში კამერის მოძრაობა. მაგრამ თუ მაინც მოძრაობა დავგვჭირდა კამერას, ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ეს კამერა ავწიოთ და დავწიოთ. ასე და ასევე გვაქვს საშუალება, რომ ვამოძრაოთ გვერდით, ასე. რა თქმა უნდა, ლიმიტირებულია ეს ყველაფერი, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ეს კონკრეტული tripod-ი უფრო გამოიყენება მსგავს სცენების გადასაღებად. განსაკუთრებით მსუბუქი tripod-ები არ არის ისეთი ამბავი, რომ მაინც და მაინც სტაბილური იყოს. მიწა მაღალი, დაბალი. ახლა გვაქვს ჩვენ ცოტა ნიავი. ეს არ არის ხა იმდენი ქარი, რომ ჩვენ tripod-ს მოერიოს, მაგრამ თუ შენ გაქვს ქარიანი დღე და კამერა დააყენე და განსაკუთრებით მსუბუქი კამერა დააყენე tripod-ზე, შენ შეიძლება დაგემართოს ესეთი რამე. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ჩემი გამოგონება არ არის, ამაზე უკვე იფიქრეს და ჩვენ გვაქვს ესეთი ქვიშის სუმკა, რომელშიც დაახლოებით 10 კილოს იწონის, დაახლოებით 5-10 კილოს იწონის. ყველა tripod-ს, უმეტეს tripod-ს მოყვება ასეთი კანჭორკალი, რაც გინდა ის დაარქვი, სადაც შეგვიძლია ჩვენ ამ სიმძიმის ჩამოკიდება და ამ შემთხვევაში ქარი ისე მარტივად ვეღარ წაგვიქცევს, ჩვეულებრივად თუ აწვევი, რა თქმა უნდა, წააქცევს თუ დაეჭიდები, მაგრამ ისე მარტივად ვერ წააქცევს, როგორც მაგალითად ამის გარეშე წააქცევს. Tripod-ს ვიყენებთ იმ შემთხვევაში, როცა გვჭირდება ერთი კონკრეტული კადრი, სადაც ყავს საბჯექტი, რომელსაც უნდა გადაუღოთ და კამერის მოძრაობა მაინც და მაინც არ გვჭირდება. რა არის მონოფადი? ეს არ გახლავთ არც tripod-ი და არც gimbal-ი, მეგობრებო, ეს არის მონოფადი. რა თქმა უნდა, მონოფადი გვაქვს როგორც tripod-ი, სხვადასხვა ვერსიები, სხვადასხვა კამერებისთვის. არის ასევე რკინის მონოფადი, ალუმინის მონოფადი, ალუმინი ხო კაი იყო. ალუმინის მონოფადი და ჩვენ შემთხვევაში ეს გახლავთ carbon fiber-ი. რა თქმა უნდა, ფასიც სხვადასხვა აქვს ამას, რაც უფრო ჩატია, მით უფრო ძვირი ღირს, ალბათ ესია. და არის სხვადასხვა ვერსიები, გულისხმობ ამ ეგრეთ წოდებულ ჩამკეთ გამხსნელებს. ჩვენ შემთხვევაში ხელით გვიწევს, ყველა ჯოხის ამოწევა ჩვენ ხელით უნდა ვაკეთოთ, მაგრამ ახლები უკვე კნოპკებზია, ზოგი ტრიალებს და იხსნება დიდზე, ზოგი უბრალოდ აქ ხელს მიაჭერ და ჩამოიშლება, მოკლედ სხვადასხვა ვერსიებია. ამაზე შევჩერდებით, მე გეტყვი იდეას, რატო გვჭირდება მონოფადი. მეგობრებო, მაგალითისთვის, თუ გვაქვს ჩვენ ესეთი კამერა, რომელიც მძიმეა, გავიგე რომ ხელში დასაჭერად კარგია, კომფორტული, მაგრამ 8-9 საათი ამით რომ მიღო, დამერწმუნე რომ ძალიან დაიხრე. ამისთვის ჩვენ გვაქვს ესეთი მოწყობილობა, რომელიც პირველ რიგში გვაძლევს საშუალებას, რომ თუ არ ვიღებთ და ვისვენოთ და ჩვენზე არ იყოს ჩამოკიდებული კამერა, ეს ერთი, ჩემთვის ეს უფრო მთავარი ამბავია. მეორე ამბავი არის ის, რომ ჩვენ ეს მონოფადი გვაძლევს საშუალებას, რომ პატარა მონაკვეთში ვიმოძრაოთ, შეგვიძლია წინ გავიწიოთ, ესეთი თუ გავიწევით, კარგი იქნება. ესეთი ფუში გავაკეთოთ მაგალითისთვის, როგორც აღვნიშნე, ლიმიტირებული ხარ, მაგრამ
შესაძლებლობა გაქვს ამის, ასევე შეგვიძლია აი ესე ვამოძრავოთ, ზევით, ქვევით, გვერდზე, საითაც გაგვიხარდეს და ასევე შეგვიძლია რომ სწრაფად გადავაადგილდეთ ამ ლოკაციიდან. ასე გადავიღოთ, შემდეგ გადმოვიდეთ და ასე გადავიღოთ. ხო, ძალიან კარგი რამეა სტაბილური გადაღებისთვის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, როგორც აღვნიშნე, არ იფიქროთ, რომ ეს გახლავთ tripod-ი. მეგობრებო, რა ზომის კამერაც არ უნდა გქონდეთ. მე ვერ გირჩევთ ვერაზოს, რომ თქვენ ამაზე კამერა დააყენოთ და უბრალოდ რადგან ახლა გაჩერებულია, ასე მიატოვოთ და დააყენოთ გადაღებაზე. რადგან ძალიან მარტივი შეხებაა საჭირო იმისთვის, რომ თქვენი კამერა აღმოჩნდეს პოლზე. ან ივენთებს თუ იღებთ, უბრალოდ რომ ვინმე გაკრას მხარი, всё, თქვენი კამერა არის უკვე პოლზე. ასე რომ კიდევ ერთხელ აღვნიშნო, ეს არ არის tripod-ი. ამას აქვს აი ეს დანიშნულება და ამისთვის არის ძალიან კარგი. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვანაირად ხმარობენ სხვადასხვა ხელსაწყოებს, მაგალითისთვის შეგიძლია აი ესეთი რაღაცა გააკეთო. ბევრი მაგალითად სტადი კამერის ვერსიით ხმარობს, როგორც გიმბოლი, თითქმის, აი ესე უბრალოდ ზევით გიჭირავს ხელი და ჩვეულებრივად შეგიძლია აი ესეთი გიმბოლის სტილში გააკეთო. შემდეგი გახლავთ გიმბოლი, მეგობრებო. მე მგონი გიმბოლს ჩემი წარდგენა არ ჭირდება. ეს არის მოტორიზებული სტადი კემის მსგავსი, ანუ აქვს 3 მოტორი, რომელიც აკონტროლებს ჩვენი კამერის shakes და ამით გადაღებული უმეტეს შემთხვევაში თუ ძალით არ გააფუჭე, მოკლედ გამოდის ძალიან სტაბილური და ეგრეთ წოდებული smooth კადრები. მაგრამ მე ვფიქრობ, ყოველთვის გიმბოლის გამოყენება ეს ჩემი პირადი აზრია. ცოტა სისულელია. ჩემს ვიდეოებში მაგალითად 80% ხელით ვიღებ და 20%-ია გიმბოლი. ისიც აი ძალიან რომ მჭირდება ლამაზი კადრების გადასაღებად. მაგრამ როგორც აღვნიშნე, გიმბოლს აქვს თავისი პლუსებიც და მინუსებიც, რა თქმა უნდა. მოდით დავიწყოთ პლუსებით. ანუ შეგიძლია ასე გადაიღო, შეგიძლია ასე გადაიღო. როგორც შენ გულს გაუხარდეს, მოკლედ ისე შეგიძლია გადაიღო. და პლუსი კიდე ის არის, რომ ეს ყველაფერი იქნება ძალიან სტაბილური და ძალიან ლამაზი კადრები. მაგრამ თუ შენ ჩვეულება დაიჭირე და ასე ამოძრავე, აზრი არა აქვს მეგობარო, რა გიჭირავს ხელში. ამასაც უნდა თავისი მოხმარების აქვს, უბრალოდ თავისი მოხმარების წესი. მაგალითისთვის ერთს წარმოგიდგენ, ცოტა მუხლებში იკეთები, კამერა წინ და გაუყვა გზას. ამას ეძახიან ninja moves. ხო, მე მაინც კი არ ვიყენებ ამას, მაგრამ რო იცოდე შენც. მთელი დღის განმავლობაში 8 საათი, როდესაც შენ ეს გიჭირავს ხელში, ცოტა დამღლელია. ასევე უნდა გაითვალისწინო ლინზის სიმძიმე, კამერის სიმძიმე. შემდეგ რამდენი ლინზას მოხსნი ამ გიმბოლზე და ახალ ლინზას დაუყენებ, იმდენი უნდა დაასტაბილურო თავიდან გიმბოლი. არის ხო, დაახლოებით ერთნაირი ზომის ლინზებიც, მაგრამ ეს მაინც აუცილებელია, რომ დაასტაბილურო კამერა თავიდან გიმბოლზე. ასევე ჩვენ გვაქვს აი ესეთი პატარა tripod-ი, თუ დაიღალე, დადე, დაელოდე, გააგრძელე, აიღე, გააგრძელე. მაგრამ აი ეს მომენტი მე ცოტა მღლის ხოლმე რა, პირადად მე. ამიტომ ჩვენმა მეგობარმა ლაშა გაუმარჯოს, სალამი. გვანახა ჩვენ ესეთი რამ. აი ესეთი პატარა ჯოხი დაახლოებით $30 ღირს, უკეთდება ქვევიდან გიმბოლს. ჯერ ერთი რომ არაფერ წონას არ გიმატებს და უფრო კარგად კიდებ ამას ხელს, ეგ ერთი. მაგრამ ნახეთ რა ხდება? ეგ არის, ეს ჩაიკეტა. ჩვენ მივიღეთ მონოფადი გიმბოლზე. მოგვეხსნა სიმძიმე, ხელში არ გვიჭირავს სულ გიმბოლი. ძალიან მყარად დგას და კიდე ძალიან დიდი პლუსი თუ ხელით იღებ შენს ჩემსავით, ჩაკეტავ გიმბოლს, გახსნი აი ამას და უკვე შენ შეგიძლია ხელით იღო, გააგრძელო ხელით გადაღება, რისი გადაღებაც ხელით გსურდა. შემდეგ დააჭერ ისევ კნოპკას ხელს და შენი გიმბოლი ისევ მოქმედია. დაკეცავ, ეგ ახალ. ასევე შეგიძლია ეს გამოიყენო როგორც კრანი, მაგალითისთვის, აი ესე სიმაღლეზე აწიო, რა თქმა უნდა, ორი ხელი მოკიდე, სიმაღლეზე აწიო და აი ესეთი დაშვება გაუკეთო
შენს კამერას. რავი, მე ვფიქრობ ძალიან კაი რამეა. რა სიტყვი? მოკლედ ეს არის გიმბოლი რა. როგორ გავხადოთ ხელით გადაღებული, მაქსიმალურად სტაბილური, ისე რომ ნორმალური ზომის შეიკები ქონდეს კადრს და არ იყოს ჩვენი კადრი ძალიან არაყურებადი. ამისთვის შევიძინეთ აი ესეთი საკ, ასე ქვია, სინიბეგი. ანუ ეს ახალი არაფერი არ არის, ეს кайხანი ამ მსგავს რაღაცას იყენებენ, უბრალოდ ეს კონკრეტული მე ჯერ არ გამომიყენებია, ну საქმეში არ გამომიყენებია თუ იდეა ვიცი რაც არის. მოკლედ, ჩვეულებრივად იყიდებ ასე. ასწორებ ამ კამერას შენ ზომაზე. გვაქვს კამერა. კამერას ვდებთ აქ და ჩვენ გვაქვს მაქსიმალურად მყარი კამერა და ჩვენ შეგვიძლია ასევე ვიმოძრაოთ. ну რა თქმა უნდა, თუ მაგის გაკეთება გინდა, გირჩევ გიმბოლით აკეთო ეს, მაგრამ მაქსიმალურად მყარი და ასევე მეგობრებო, როგორც ხედავთ, ჩვენ არაფრით არ ვართ შეზღუდულები, შეგვიძლია ვიაროთ, აქედან გადავიღოთ, ზევიდან გვინდა, ზევიდან გადავიღოთ, ქვევიდან გვინდა, ქვევიდან გადავიღოთ და კიდევ მორჩი გადაღებას ელოდები დადე და დაელოდე. ამ კონკრეტული ჩანთის სიმძიმე ალბათ 500 გრამიც არ იქნება, საერთოდ არ არის მძიმე. და კიდევ ერთი ესეთი რამე შეუძლია. ისე თუ ელოდები, ან იცი რა არის, კამერის სადღაც დადება გინდა, მოიხსენი, დადე, წადი აიღე, მოიტანე ტრაიპოდი, დააყენე, მოკიდე კამერას ხელი. გადაიკიდე სინიბეგი, გააგზელე გადაღება. ძალიან კაი რამეა. თან არაფერი არ არის, რა. ხო აზრ. გასატეხი არაფერი არ არის, შეგიძლია მოიქნიო და ააგდო. აქვს ასევე პატარა ჯიბეები, სადაც მაგალითად ამ ბატარეა შეგიძლია ჩადო, ამ ფილტრები შეგიძლია ჩადო. მოკლედ ძალიან კაი რამეა რა, ხელით გადაღებისთვის. და ბოლოს რითიც ვიღებდი მთელი ამ დროის განმავლობაში 4 წელი. ეს გახლავთ ჩვეულებრივად კამერის კამარი. რომელსაც უყენებ კამერას, იგივე პრინციპია რაც სინიბეგი. ოღონ ეს სულ ჩამოკიდებული გაქვს. ცოტა არაკომფორტულია, მაგრამ ასე ვაკეთებდი 4 წლის განმავლობაში. და პრინციპი არის იგივე. ну ერთი ხელი აი აქედან ატარებ კამარს, რათა მყარი იყოს, არა კისერზე რო არ დაგაწვეს მთელი სიმძიმე და იდეა არის იგივე. უბრალოდ ის აღარ აქვს ჩამოკიდებული, მაგრამ რატო გადავწყვიტე იმის აღება? ის თუ არ მაქვს ჩამოკიდებული, მე რაღაცა უნდა ჩამოვიკიდო, რომ ბატარეები, ფილტრები, მიკროფონები, ესეთი რაღაცეები თან მქონდეს. ну ამის შემთხვევაში მე ყოველთვის ან გვერდზე ჩანთა მაქვს ჩამოკიდებული, ან ზურგ ჩანთა მაქვს. ну ახლა ვფიქრობ, რომ აი ამ ბეგის შემთხვევაში ეს ჩანთები აღარ დამჭირდება, შემიძლია მარტივად იქ ჩავალაგო 2-3 ბატარეა, ჩავალაგო ფილტრები, მიკროფონები, რაც დამჭირდება ყველაფერი მოკლედ ის. ხო და ну ეს არის ხელით გადაღებული რა. მე ცოტა ხელი მიკანკალებს, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ კამერა გავამძიმო. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ კამერას კარგად მოვეჭიდო, ასე რომ ვთქვა. ამიტომ აქ გვერდზე ხელის დამჭერიც ასევე, რომ ხელზე მომიჭიროს, რომ ეს არ მქონდეს. რა თქმა უნდა, ამით მე არ დავდივარ და არ ვიღებ, ამით უბრალოდ ვდგავარ, როგორც მონოფადი ან ტრაიპოდი და აი ასეთ პოზიციაში უფრო ვიღებ ხოლმე. ну როგორც აღნიშნე, სამოძრაოდ მინდა აქედან გადავიღებ, ანუ ამეების დაწევა არ მჭირდება. აი ეს არის მოკლედ ყველაფერი ის ხელსაწყო, რომელიც შეიძლება გამოგადგეს, ან არ გამოგადგეს, ან რომელ ხელსაწყოებსაც მე თვითონ ვიყენებ. всё. დღევანდელი ვიდეო ეს იყო. არ ვიცი ხა შენ ნამდვილად მოგეწონა ეს ამბავი, თუ რომელიმეზე კითხვა გაქვს, გაინტერესებს, სად რომელი რა გირჩიო. პირდები არ დამეზარება, დატოვე კომენტარი და აუცილებლად გიპასუხებ. მაქსიმალურად გაგიზიარებ ჩემს გამოცდილებას და მაქსიმალურად რასაც მე შეხება მაქვს. მაგალითად, აი ეს დაახლოებით 4-5 წელი მაქვს. საერთოდ არ ვფრთხილდები, ხან საით მივაგდებ, ხან სად, მაგრამ ახალივით გამოიყურება. ასევე არის ჩემი ტრაიპოდიც, აი, ხო ხედავ რაზე მაქვს ლაპარაკი. რაც შეეხება გიმბოლს, მეგობრებო, გიმბოლი არ ვიცი. მე DJI-ებს ვიყენებ, მაგრამ ძალიან მომწონს Zhiyun-ის გიმბოლიც. აი ამ ბეგს რაც შეეხება, კიდევ გავტესტავ აუცილებლად და თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, მე 1-2 თვეში მომწერეთ და გეტყვით ღირს თუ არა ამის შეძენა.
და ნუ ხელით გადაღება, კი იცით ხელით გადაღება რა არის. სულ ეს იყო მე მგონი. მადლობა რომ მიყურებდით. აია, thank you very much. აია იყო ჩემი ოპერატორი. No, don't turn off. აია იყო ჩემი ოპერატორი. მადლობა აკუნა შენ, ჩემი ლამაზი გოგო და რავი, всё, წავედით. მორჩა. Peace amigos.